მოგესალმებით ყველას, მე ვარ ეკატერინა, ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი და დაგიბრუნდით ტრადიციული საჩუქრების ვიდეოთი და ყველაფერს გაჩვენებთ. სხვათა შორის პირველი ნაწილი უკვე დევს ჩემს არხზე, ვისაც გაინტერესებთ, ჩემი საჩუქრების პირველი ნაწილი უკვე გაჩვენეთ წყალტუბოს ბლოგებში. აქ სადმე ჩავაგდებ ლინკს და ასევე ვიდეო სახწერაშიც დავდებ ვიდეოს, სადაც გაჩვენეთ რაც მაჩუქეს ახალი წლის ღამეს და დღეს კი გაჩვენებთ ცოტა გვიან შემომატებულ საჩუქრებს, რომლებიც ძალიან ბევრი არის, ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი და მოდით ახლა დროს აღარ დავკარგავ და დავიწყებთ. ვინც ჩემს ბლოგებს უყურებთ, უკვე კი დაინახავდით ერთ-ერთ ვიდეოში, მაგრამ ესე მთლიანად არ მიჩვენებია. აი ესეთი ლეოპარდის კაბა არის, მოკლე, ცოტა ფართე, თუმცა აი აქ წელში გამოყვანილი არის და აი ესეთი კამარიც მოყვება. ან კამარი, ან რა ვიცი, თმისამაგრათაც შეიძლება ხმარება. მოკლედ აი ესეთი ულამაზესი კაბა, ესეთი თხელი ნაჭერი არის და მე კარგად მაქვს, უკვე მოვიზომე, ესე ფართოდ მაქვს. ხო, ამ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემს საჩუქრებს და ასევე ბონუსად გაჩვენებთ ბავშვების, ჩემი შვილების საჩუქრებსაც, ასე რომ მათი თანხმობით, რა თქმა უნდა, ასე რომ დაისხით ჩაი, ყავა, მოკალათდით, გემრიელად, იმიტომ რომ ვიდეო იქნება გრძელი და საინტერესო. აი ესეთი პიჯაკი, თეთრი. არ ვიცი ეს რომელი მაღაზიიდან არის, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ხო, აი ესეთი აქსესუარები აქვს, ესეთი ულამაზესი ღილები და სახელოებიც აი ესეთი საინტერესო აქვს. ჩემი აზრით, საერთო ჯამში ეს ლუკი ძალიან ლამაზი იქნება და ერთ-ერთი გამოპრანჭვის დროს ალბათ გამომადგება. შემდეგი არის აი ესეთი სპორტული კოსტიუმი ზედა-ქვედა, ესეთი ხუდი. ეს აჩუქეს მარიტას, ესეთი კაპიშონით, საკმაოდ თბილი არის. აი ესეთი და შარვალიც აი ასეთი. და აი აქ აქვს რეზინები, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ფეხი თბილად ექნება. შემდეგი საჩუქარი არის აი ესეთი უცხო ზედა. ნახეთ როგორი ლამაზი ფერი არის და მე მგონი ეს არის ქართული ბრენდი, იმიტომ რომ ქართულად აწერია. კიდევ აი ესეთი ლამაზი ზაფხულის ქვედა ბოლო, ულამაზესი ფერი არის და ესეთი ფარფატა ნაჭერი. მე მგონი ზაფხულში ძალიან ლამაზი იქნება. ეს არის კოტონის მაღაზიიდან, როგორც ჩანს. ამჯერად ნატალის ტანსაცმელი, აი ესეთი საყვარელი ხუდი. ნახეთ როგორი ორი დათუნი ახატია და ესე ლამაზად არის ამოქარგული თვლებით წარწერა. ტედი კაპიშონი აქვს ასევე და ფერი არის ძალიან ლამაზი. ნატალის მე მგონი ძალიან მოუხდება. ნატალის აი ესეთი ლამაზი სვიტერი, რომელიც ასევე კოტონიდან არის. ასევე საჩუქარი არის, აი ეს სვიტერი, რომელიც მაცვია. აი ესე დაგანახებთ. აი ესეთი თავისუფალი სტილი, ესეც ფერი ძალიან ლამაზია. უბრალო არის, მაგრამ ძალიან ესეთი კარგი სასიამოვნო რბილი ნაჭერია და ფერიც ულამაზესი არის. ესეც არის ერთ-ერთი საჩუქარი. ტანსაცმელები გრძელდება და აი ასეთი სვიტრი, რომელიც არ მახსოვს ზუსტად ნატალის საჩუქეს თუ მარიტას. აი ესეთი საინტერესო ელემენტებით. ეს სვიტერიც ამის მსგავსი არის, სტილით ძალიან გავს და ასევე ნაჭრითაც, ასევე ძალიან რბილი და ესეთი ფაფუკის რეალა არის. უბრალოდ აქვს აი ესეთი განსხვავებული სტილი. ეს მახსოვს ნატალის საჩუქარია, ესეთი ძალიან კარგი ქვედა ბოლო სკოლისთვის ნამდვილად გამოადგება. ესეთი ლურჯი, კარგი ფერია, მუქი. ესეთი სვიტრი, თუ არ ვცდები მარიტას აჩუქეს. ესეთი ლამაზი თვლები აქვს და ჩაცმული ულამაზესი არის. მაისური ნატალის, ესეთი ფართე და გრძელი სტილი. Let it snow აწერია. ღამის სამოსი, შორტი და ზედა.
ძალიან ლამაზი ფერებია. კიდევ ერთი მაისური, ესეთი ზესუნზირებიანი. ძალიან ფერადია, მე მგონი ადამიანი ეგრევე კარგ ხასიათზე დადგება ამას რო ჩაიცვამს. ძალიან მომწონს. რო დაგანახეთ ახლა აქ რა ხდება. იფიქრებდით რომ ბაზრობა გავხსენი. ესეთი საყვარელი წინდები, ერთი წყვილი ნატალისია, ერთი მარიტასი და მეორე წყვილი რომელიღაცას აცვია, ამიტომ ვერ გაჩვენეთ, მაგრამ თითქმის იგივენაირია. ძალიან მიყვარს ესეთი წინდები, გიჟდები. ესეთი ტანსაცმელში შედის, ესეთი შარფი. ეხლა არ გავხსნი ჯერ იდოს პარკში, იმიტომ რომ ნატალისია და როცა დააპირებს გაკეთებას, ალბათ მე თვითონ გახსნის. ეს არის კაშნი, ესეთი ფერის ულამაზესი და ესეთი საყვარელი ხელთათმანები, რომელიც ფიქრობ რომ დაგჭირდება თებერვალში. ხანდახან იცის ხოლმე თოვლი და ყინვა, იშვიათად, მაგრამ მაინც და მე მგონი დასჭირდება ნატალიკოს. ასე რომ ხელებით ბილად ექნება. აი ესეთი რაღაცა ასაწყობები არის. ესეც ბავშვებს საჩუქეს, არ ვიცი რა არის, როგორც მითხრეს კალენდარივით არისო და რაღაც საჩუქრები ამოდისო, ასე რომ ამის ვიდეოს მე ცალკე დავდებ, ერთად გავხსნით და ვნახავთ რა დევს. აშკარად რაღაც საინტერესო დევს, როგორც ვიცი საჩუქრები არის და მოკლედ ერთად გავხსნათ მომავალ ვიდეოში. ეხლა გადავიდეთ ჩემს საყვარელ კატეგორიაზე, კოსმეტიკაზე. როგორც ხვდებით, ძალიან ბევრი არის ამ კატეგორიიდან ჩემს საჩუქრებში. აქსესუარებიც არის აქ და ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. ესე იგი, აი ესეთი თვალის პატჩები არისო, როგორც მითხრეს. აი ესეთი. მაგრამ ჯერ არ ვხსნი, იმიტომ რომ ჯერ მაქვს თვალის პატჩები გახსნილი, რომელიც უკვე მითავდება, ამიტომ მალე ამასაც მივადგები და მე გავხსნი გამოყენებას რო დავიწყებ. ეს მე მგონი არის სახის დასაბანი საშუალება, ასევე მაკიაჟის მოსაცილებელი და ეს ძალიან ჭირდებოდა, უკვე გამითავდა ჩემი ქაფები, ასე რომ მიხარია, როგორც მახსოვს, ეს არის კორეული პროდუქცია. ადრეც მქონდა სხვათა შორის და ძალიან კარგად ვიხმარე, თან დიდია და მშვენიერია. აი ესეთი სუნამო Oriflame-ის. ერთად გავხსნათ და ნახოთ როგორი სუნია. მგონი ესეთი ადრე მქონდა რაღაც ძალიან მეცნობა. კი, ნაცნობი სურნელია. ძალიან კაი სუნი აქვს. ძალიან მომწონს. არა, Avon-ის ყოფილა. მე მაპატიეთ. რატომღაც Oriflame-ის მეგონა. აი ნახეთ, აი აქ სადღაც აწერია, შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ნუ აქ თუ არ ჩანს, აი აქ მაინც ჩანს. ძალიან ისეთი გრილი სუნი აქვს. მე მგონი ზაფხულში იქნება კარგი ეს სუნამო. ზაფხულისთვის შევინახავ. კარგად რომ გამაგრილოს თავის სურნელით. აი ესეთი Lancome-ის ნაკრები. ეს თუ არ ვცდები, არის მიცელარული წყალი, იმიტომ რომ ესეთი ადრე მქონდა, უფრო დიდ შეფუთვაში, ეს არის travel size-ი. ძალიან კომფორტულია სხვათა შორის, როცა სადმე მივდივარ, მიცელარული წყალი ყოველთვის დიდი ბოთლებით მაქვს ხოლმე და აი ესეთი პატარა ბოთლი ძალიან კომფორტულია მართლა. სადმე წასაღებად, კიდევ რა დევს ვნახოთ. ეს არის თვალის კრემი, აი ესე გამოიყურება. თვალის კრემიც არ მქონდა სხვათა შორის, გამითავდა უკვე და უკვე ვეძებდი, სად ვიყიდო თქო, რა ვიყიდო თქო და აი უკვე მაქვს Lancome-ის თვალის კრემი. ასევე ამ ნაკრებში მესამე პროდუქტი არის ყველაზე მთავარი პროდუქტი, Lancome-ის ტუში. ვნახოთ როგორია. აი ესეთი ფუნჯი აქვს.
ნელ-ნელა ახალი ვიდეო რო წხება თუ ატყობთ მაკიაჟის და კოსმეტიკის დატესტვის ვიდეო. ეხლა უფრო მიხვდებით ნელ-ნელა კიდე რომ გავაგრძელებ საჩუქრების ჩვენებას, რომ მალე ძალიან კარგი ვიდეო გელოდებათ, ვისაც გიყვართ კოსმეტიკის დატესტვის ვიდეოები. მოკლედ ეს ნაკრები არის თვალისთვის განკუთვნილი, ანუ აქ არის თვალის საცხი, ტუში და შემდეგ მოსაშორებელი საშუალება. ძალიან ისეთი კომფორტული და კომპაქტური არის. ეხლა დავაკვირდი და ნახეთ როგორი ორფაზიანი, ანუ ორ ფერში არის აქ. ორფაზიანი საშუალება ყოფილა. ესეთი მიცელარულები ყოველთვის თვალისთვის არის განკუთვნილი და ეხლა დავაკვირდი და მართლა. აი ნახეთ როგორი ორმაგი არის, როგორც ჩანს. ზეთოვანი არის. შემდეგ მოდის აი ესეთი დიდი კოსმეტიკის ულამაზესი ჩანთა და რა თქმა უნდა ცარიელიც არ არის. როგორც ხვდებით და მოდით აბა ვნახოთ შიგნით ნახეთ რამდენი რამე დევს. მაგრამ ყველაფერი რიგრიგობით. ნარცისო როდრიგესის ანუ ტანის ლოსიონი, რომელიც იგივე სუნამო არის ჩემი აზრით. უბრალოდ ესე საცხივით უნდა წაისვათ ყველგან და გექნებათ იგივენაირი სუნი, როგორც სუნამოს დასხმის დროს. უფრო მეტად სასიამოვნოც კი. თან ისეთი დელიკატური. ზუსტად ნარცისოს სუნი აქვს. ამ ლოსიონის სუნამო მაქვს მე და ვიყენებ ხოლმე ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სპეციფიური სუნი აქვს. რაღაცა ძველი ფრანგული სუნამოების სუნს მაგონებს და ზოგადად მე უფრო ტკბილი სუნები მიყვარს, მაგრამ ესეც ისეთი არის. მაინც რომ უნდა გქონდეს ადამიანს. მე მაგალითად ყოველდღე ვერ წავისვამ ამას, მაგრამ ხასიათის მიხედვით. ხანდახან დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ და ზოგადად ეს ტანის ლოსიონები ძალიან მიყვარს. შემდეგ აბა რა დევს აქ? აი ესეთი ივროშეს ხელის საცხი. ნუ ესეც აუცილებელი საშუალება არის დამეთანხმებით ყოველდღე გვჭირდება მით უმეტეს ზამთარში მე მაგალითად დღეში ორჯერ ვცდილობ რომ წავისვა ხოლმე იმიტომ რომ ზამთარში ძალიან მიშრება ხელები ესეთი კრემები ძალიან მალე გვითავდება ხოლმე ამიტომ სულ საჭიროა და სულ გვჭირდება მარიტაც იყენებს ხოლმე და ამიტომ ორჯერ უფრო სწრაფად მითავდება ხელის კრემები აბა ეს რა არის მესაუდას BB Beauty Balm თან ატენიანებსო თან იცავსო შეფერილი საცხი არისო როგორც მივხვდი ეს არის BB კრემი რომელიც ძალიან კარგი არის ჩემთვის განსაკუთრებით ბოლო დროს ტონალურებს იშვიათად ვიყენებ ხოლმე რაღაცნაირად გადავეჩვიე და თუ ვიყენებ BB კრემებს, ეხლაც BB კრემი მისვია მიშასი ოღონდ და მესაუდას არ დამიტესტავს, ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის, იმედია რომ ფერი მომიხდება და ესეც გადავინახოთ შემდეგი ვიდეოსთვის, სადაც დავტესტავ ამ ყველაფერს ერთად და გაჩვენებთ, აბა როგორ მომიხდება, როგორ მომეწონება, მართლაც ატენიანებს თუ არა, როგორც აქ წერია და ნახოთ აბა აი ესეთი BB კრემი. აბა, რა მომივა? Alex Avieni. ეს იქნება ტუჩსაცხი. აბა, მოდით ვნახოთ რომელი ფერია. ეს ძალიან კარგი ფერია. თქვენ იცით, ვინც ხშირად მიყურებთ ხოლმე. ესეთი ფერი ძალიან მიყვარს, კონტურებიც მაქვს ესეთი და ყოველთვის სადმე რომ გავდივარ ხოლმე, ხშირად ესეთ ფერს ვიყენებ და ასე რომ ეს ფერიც აუცილებლად იქნება გამოყენებაში. როგორც ჩანს არის მატი და ესეც აუცილებლად დავტესტოთ. შემდეგ მოდით რახან Alex Avieni-ზე ვართ, მეორეც ყოფილა ესეთი და ესეც ვნახოთ. ეს ცოტა განსხვავებული ფერია, ცოტა კი არა, ძალიან განსხვავებული ფერია. ამასაც თავის ხიბლი აქვს, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი წვრილი, მბზინვარე ნაწილაკები აქვს. როგორც მივხვდით, არის გლოსი, წინა ტუჩსაცხისგან განსხვავებით და ესეც ძალიან მაინტერესებს, როგორ მომიხდება. ერთად აი ესე ლამაზად გამოიყურება ეს ფერები. Essence-ის აი ესეთი შავი ლაინერი 24 საათიანი, ესეთი ფლომასტერის მსგავსია და ძალიან მოხერხებულად იხატება თვალის კონტური, იგივე სტრელკები.
ამ ლაინერს ნამდვილად არ დავტესტავ პირველად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე, ხშირად მიყიდია და მართლაც ძალიან კარგი პროდუქტია. დღესაც ეს მისვია. კონკრეტულად ეს არა, ესეთი მაქვს კიდე რამოდენიმე ცალი და ანუ ისეთი რაღაცაა, რომ სულ ყიდულობ. მით უმეტეს ფასიც როგორც მახსოვს, ძალიან ისეთი ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი არის და ხარისხიც უკარგესი, ზოგადად ესენსი ძალიან მომწონს ყოველთვის და ამიტომ ეს არის ძალიან საჭირო პროდუქტი, ყოველთვის მიგდია ჩანთაში. ასე თუ ჯერ არ დაგიტესტავთ, აუცილებლად სცადეთ, მე მგონი რომ მოგეწონებათ. არ მთავრდება პროდუქტები, როგორც ხედავთ. და აი ესეთი რა არის, ნახო. Oriflame-ის მატი ტუჩსაცხი, ძალიან მაგარი ფერი არის, ნახეთ ყავისფერი. სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ესეთი ტუჩსაცხი არ მქონია, არ მიყიდია და დიდი სიამონებით წავისვამ ხოლმე. Clarins-ის ტუში, აი ესეთი პაწუკა. ესეც ძალიან კარგია მოგზაურობის დროს, travel size-ი. მე მგონი კარგი იქნება, ფუნჯზე ეტყობა. ესეც რა თქმა უნდა ერთად ვნახოთ. Clarins-ის ტუში ჯერ არ მქონია, ძალიან მაინტერესებს. ისევ Oriflame და ვნახოთ რა არის. ეს არის კორექტორები. ესეთი სხვადასხვა ფერი, სხვათა შორის ეს მწვანე ძალიან კარგია სიწითლეებზე და აქეთ მე მგონი ატმისფერი არის და ეგ ფერი ძალიან მინდა ხოლმე ყოველთვის და ვერასდროს ვერ შოულობ ვერსად და ვნახოთ აბა როგორ მომიხდება. აი ესეთი ფერები. ეს ძალიან კარგი არის, როდესაც რაღაცა ლაქების დაფარვა გსურთ, ტონალურამდე უნდა წაისვათ სპეციალურ ადგილებზე და მე ძალიან კარგ შენიღბვას აკეთებს წესით. თუმცა კონკრეტულად ეს პროდუქტი მე არ მქონია და აუცილებლად მაინტერესებს როგორ იმუშავებს სახეზე. შემდეგი პროდუქტი არის აი ესეთი კატრისის ტუჩსაცხი. ხასხასა წითელი ფერი, რომელიც ალბათ ყველა ქალს უნდა კონდეს კოსმეტიკის ჩანთაში. მე ძალიან დიდი ხანი არ წამისვამს წითელი ფერი და აი ამ ტუჩსაცხის ხათრით მოვსინჯავ და ერთხელაც გამოგეცხადებით ესეთი წითელი ტუჩები. რაც შეეხება ფერს, არის 0.90 მატი ტუჩსაცხი. შემდეგი პროდუქტი არის თუ არ ვცდები, ეს არის ღამის კრემი. ესეც ესეთ travel შეფუთვაში, ძალიან კომპაქტური კოდალის კრემები ძალიან მიყვარს. მართლაც ძალიან კარგი არის და ღამის კრემი უკვე მჭირდებოდა ნამდვილად. ეხლა კი გადავიდეთ Body Shop-ის აი ამ ძალიან სასარგებლო, საჭირო და ულამაზეს ნაკრებზე. აქ ქვა უნდა იყოს სადღაც გუაშას ქვა, რომელიც სადღაც შეცურდა, იქ ვარდება ხოლმე ქვემოთ და გაჩვენებთ აი ესეთი ძალიან ლამაზი ნაკრები და ეხლა ყველაფერი გრიგობით ვნახოთ. ესე იგი, პირველი არის როგორც ხვდები, აი ესეთი დასაბანი სახის საშუალება. ეს ყველა პროდუქტი არის C ვიტამინით, სხვათა შორის, რაც ძალიან კარგია და სასარგებლო. შემდეგი პროდუქტი არის აი ესეთი სერუმი, იგივე შრატი, ასევე C ვიტამინით, რომელიც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შრატებიც უკვე მითავდება. მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროდუქტი, აი ესეთი დამატენიანებელი, როგორც ხვდები, ასევე C ვიტამინით. და აი ესეთი საინტერესო ქვა, გუაშას ქვა, რომლის გამოყენება არ ვიცი ჯერჯერობით და უნდა ვნახო ვიდეოები, უნდა ვისწავლო და მერე თქვენც გაჩვენებთ ალბათ სახის მოვლის რუტინულ ვიდეოებში. მოკლედ როგორც მივხვდი, რიგრიგობით უნდა გამოვიყენო, ჯერ რა თქმა უნდა სახე დავიბანო კარგად, აი ამ პროდუქტით, შემდეგ დავიტანო შრატი და ბოლოს დავიტენიანო სახე. რა თქმა უნდა, აი ამ საცხით და მერე აი ამასაც გამოვიყენებ. ეხლა ცოტა ხანი კოსმეტიკისგან შევისვენოთ და გადავიტანოთ ყურადღება აი ესეთ მშვენიერ ჩანთაზე. ნახეთ, როგორი ლამაზია.
აი ესეთი ჩანთა გესის ასევე აქ არის საფულე ნახეთ თავის ჩამოსაკიდით და აქ შიგნით ჩანთაში დევს ესეთი ორნაირი გადასაკიდებელი თუ მომინდება ესე ვატარე თუ მომინდება ესე გადავიკიდებ მე მგონი ესე ორივე ძალიან მოუხდება ინახეთ ესეც ძალიან ლამაზი იქნება და ესეც ამით ძალიან საყვარელი ჩანთა არის მართლა ულამაზესი და ძალიან კომფორტული ზომა არის ძალიან მიყვარს ესეთი ზომის ჩანთები რომლებსაც ესე გადაიკიდებ და წახვალ შენ საქმეებზე სადაც ტელეფონიც ეტევა საფულეც ეტევა და ამავე დროს ძალიან დიდიც არ არის და მოკლედ მართლა საჩემო არის ზუსტად გამოიცნო ვინც მაჩუქა რა თქმა უნდა ეს საჩუქრები არის ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან და იციან რა მიხარია ასე რომ ჩუქნია ყოველთვის ძალიან კარგი და საინტერესო რაღაცეებს. ეს არის ნატალის ძალიან საყვარელი საჩუქარი. ნახეთ რამდენი თმისამაგრი და ეს მე მგონი აბადოკი არის. გავხსნათ. ეს სამოვიღებ. ეს მაინტერესებს რა არის. ეს მე მგონი ხელები რო არ დაუსველდეს თუ რეზინა არის თმის. ხო, ნახეთ რა საყვარელია. ნახეთ რა საყვარელი თავზე გასაკეთებელია. ეს პირის დაბანის დროს რომ არ დაუსველდეს თმა. ძალიან საყვარლად გაიკეთებ. ასევე აქ არის პატარა ესეთი თმისამაგრები, პატარა რეზინები. თმის შესაკრავად. ასევე ნატალის საჩუქეს ჰარი პოტერის საინტერესო რაღაცეები. ესეთი ბრელოკი ეს სამაჯური და კალამი ბოლო დროს ჰარი პოტერი შეუყვარდა ძალიან და მოკლედ ესეც იცოდნენ და მოუტანეს ისეთი რამ რაც გაუხარდებოდა და ნამდვილად გაუხარდა. ესეც ნატალის საჩუქარი არის ესეთი ლამაზი სარკე აი ესეთი ორმაგი სარკე ძალიან საყვარლობა არის. ჩემი საჩუქრები პრინციპში დავამთავრე, მაგრამ კიდევ გაჩვენებთ აქ ძალიან საინტერესო რაღაცეები დარჩა მარიტას საჩუქრებიდან. ამასაც გაჩვენებთ და დაგემშვიდობებით. აი ესეთი კიკოს ორმაგი კოსმეტიკის ჩანთა თუ საფულე, რა ვიცი, ვისთვის როგორ. კიდევ ერთი კოსმეტიკის ჩანთა სადაც რა თქმა უნდა რაღაცეები დევს და ესენიც უნდა გაჩვენოთ. აი ესეთი სამაჯური, როგორც ჩანს კოტონიდან. კიდევ აი ესეთი ჭყიალა, ჩრდილი, როგორც ხვდები კრემოვანი. ეს არის მინისოდან. ესეთი ლამაზი მანიკური. ნახეთ როგორი ლამაზი ფერია. ეს არის ესენსის პაეზეს ტუჩსაცხი, რომელიც ნახოთ ახლა როგორი ფერია. ესეთი წითელი ყოფილა ესეც. ნახეთ და ესეთი ესენსის თვალის ფანქარი. ესეთი ლამაზი იასამნისფერი. ნახეთ ყველაფერი არის ესეთი ნაზი იასამნისფერი. ძალიან უხდება ერთმანეთს. და ბოლო საჩუქარი. ესეც მარიტას საჩუქარი არის. ნახეთ როგორი ლამაზი შეფუთვაა. პერის ჰილტონის სუნამო როუზ რაში. ძალიან ლამაზი ფლაკონი არის, ახლა გაჩვენებ, ძალიან ორიგინალური. ნახეთ, ეთასი ლამაზია. ამას რო დადგავ კოსმეტიკის მაგიდაზე, როგორ დაამშვენებ, ხო წარმოგიდგენიათ. ესეთი ლამაზი კაბა და ქალის სილუეტი და რაც მთავარია, ძალიან კარგი სუნი აქვს. ამას მეორე ხელზე დავისხავ და გავიხსენებ. ძალიან კარგი სუნი აქვს. ძალიან ისეთი ტკბილი სუნი აქვს. ძალიან კარგია. აი ესეთი ლამაზი საყურეები ნახეთ. როგორი ნაზია, ესეთი გულები. კიდევ აი ესეთი ძივი და კულონი, ფიფქის ფორმის, ესეთი უნაზესი. ესეთი ცისფერი თვალი აქვს. კიდევ ერთი საყურე იყო, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეთყობა სადღაც ჩავდე.
მაგრამ აუცილებლად გაჩვენებთ სხვა ვლოგში, უბრალოდ ისე. ძალიან ლამაზი ცისფერი საყურეები იყო. ასევე ერთი სვიტრი, რომელიც აცვია მარიტას, ამიტომ ვერ გაჩვენეთ, თუმცა ულამაზესი არის, მაგასაც შემდეგ ვლოგებში გაჩვენებ. მოკლედ აღარ დაველოდე შემდეგ ვლოგებს. და გადავწყვიტე აქვე გაჩვენოთ აი ესეთი ულამაზესი ვერცხლის საყურეები, რომელიც აი ესე ლამაზად ცისფრად ბზინავს. ასევე აი ესეთი ლამაზი ყელსაბამი, აი ესეთი გრძელი ცეპით და ესეთი ლამაზი ფორმის თვლებიანი კულონი. ძალიან ლამაზი იქნება სადა ზედაზე. გაალამაზებს თავისებურად და აი ესეთი სვიტრი რომელიც ძალიან მოეწონა მარიტას, ძალიან ისეთი თბილი არის, ღუნღულა. ეს ნახატებიც ასოცირდება ახალ წელთან, თოვლთან, ზამთართან, რა ვიცი, ბუხართან. არის საკმაოდ გრძელი და ფართო სტილი. და მოკლედ ძალიან კომფორტულია. რა ვიცი, შეიძლება კიდე რამე გამომრჩა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საჩუქრები მივიღე მართლა წელსაც, ისევე როგორც ყოველ წელს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ჩემს ახლობლებს. ასევე დიდი მადლობა თქვენს, რომ ინტერესდებით ესეთი ვიდეოებით და მეც არ მეზარება, რა თქმა უნდა, ჩაწერა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც დარჩით ბოლომდე. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თუ გაინტერესებთ ესეთი სტილის ვიდეოები, ასევე მაკიაჟის ვიდეოები, ვლოგები. დალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, მე კი ყველას გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად!